Სალამი ყველას, ეთერშია ჯეოსტალკი. ეხლა ჩვენ ვართ ქალაქ ჭიათურაში და მივდივართ დავათვალიეროთ მღვიმეების საფარის საბაგირო, რომელსაც აქვს 3 სადგური. მათ შორის მანძილი არის 500 მეტრი. და შუალედური სადგური არის ჭიათურაში, ქვევით ცენტრალურ გზაზე. ესე გამოიყურება ეს საბაგირო. ერთი შეხედვით გონიათ რომ მიტოვებულია, თუმცა მაინც ფუნქციონირებს. ორვაგონიანი, ორხაზიანი ქანქარა საბაგირო მღვიმევი ჭიქაურა საფარი აშენდა 1969 წელს. იგი შედგება 3 სადგურისგან. მღვიმევი და საფარი მდებარეობს ქალაქის ზედა ნაწილში, ხოლო ჭიქაურა ქვედა ნაწილში, საავტომობილო გზასთან. მისი ორივე ვაგონი არის ერთმანეთის საპირწონე და ერთდროულად მოძრაობენ ორი სხვადასხვა მიმართულებით. როდესაც ერთი ვაგონი ამოდის ჭიქაურიდან საფარში, მეორე ვაგონი ჩამოდის მღვიმევიდან ჭიქაურაში. მოძრაობის სიჩქარე შეადგენს 2.4 მეტრ წამში, ხოლო წარმადობა კი 500 კაც საათში. საბაგირო გზის სიგრძე შეადგენს 500 მეტრს, 250 მეტრი თითო მიმართულებით. ქვედა და ზედა სადგურებს შორის სხვაობა არის 150 მეტრი. ერთი მიმართულებით მგზავრობის დრო დაახლოებით 2.5 წუთს შეადგენს. მგზავრებს ემსახურება 2 6-კაციანი ვაგონი. მზიდი ბაგირის დიამეტრი შეადგენს 30.5 მილიმეტრს, ხოლო წამყვანი და კუდის ბაგირის დიამეტრია 11.5 მილიმეტრი. ერთი მხრიდან საბაგირო გზა ადის ზემოთ კლდეზე და მეორე მხარესაც ანალოგიურად ადის მეორე კლდეზე. ხოლო ხევში არის ცენტრალური სადგური. ესე იგი, რა პრინციპით მუშაობს ეს საბაგირო? როცა ის ჩამოდის, მეორე საბაგირო ამოდის. ანუ ერთმანეთის საპირწონეები არიან. ეს არის ცენტრალური სადგურის ბაქანი. აქ შუაში ზის ოპერატორი. აქ არის მთლიანად ინფორმაცია მიცემული ამ საბაგიროზე. ხოლო ეს არის უკვე ბაქანი. აი აქ სახურავზე არის მოწყობილი ბაგირების დამჭიმი მექანიზმი. აი ბორბალზე არის დამაგრებული პატარა რკინა. და დგას დაჭიკი, რომელიც თulis თუ რამდენი ბრუნვა გააკეთა ეს ბორბალი და იმის დამიხედვით ხდება სად არის საბაგირო. მოგეხსენებათ, ჭიათურა არის განლაგებული ხევში. ორივე მხრიდან არის კლდე და საბაგირო არის ერთ-ერთი უსწრაფესი და უმარტივესი ხერხი. ახვიდე, თქვათ, ქალაქის ერთი უბნიდან მეორეში. მანქანით ცოტა პრობლემატურია, უფრო დიდი დრო გჭირდება. საბაგიროები მთლიანად ჭიათურაში რაც კი მოქმედი არის უფასო და მოქალაქეებს საკმაოდ უმარტივებს საქმეს გადაადგილებაში. და მოდით ავიდეთ ჩვენ საფარის მიმართულებით. აი ამ უმშვენიერესი საბაგიროს მეშვეობით. აი ეგ დგას ელექტროსაკეტი, შიგნიდან სანამ არ ჩაიკეტებით საბაგირო არ დაიძრება და შიგნიდანაც ვერ გაიღება. მე მგონი ისევ და ისევ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ესე ჯობია. იატაკი არის ისეთი დაჟანგული, არის ეგეთი დიდი ხვრელები, რომელიც საკმაოდ ეპიკურად გამოიყურება და ვისაც გაქვთ სიმაღლის შიში ამ მსგავსი რაღაც საბაგიროებით მოგზაურობის შიში, ჯობია თავი შეიკავოთ. აი ეგეთი ვარდისფერი ვაგონია. აქ არის პანჯარა, საიდანაც გადავიღებთ უკვე მოძრაობის პროცესს. დავიძარეთ. ჩვენ ავედით ახლა საფარის სადგურზე.
ესეთი ბაქანია, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი ჭიათურაზე. არის ცენტრალური სადგური. და ზუსტად ჩვენს მოპირდაპირედ არის მეორე სადგური ამ საბაგიროს. ესეც საბაგიროს სადგურის ვესტიბიული. აი კუთხეში ის ოპერატორი. ყველა საინტერესო ფაქტი ამ საბაგიროსი არის ის, რომ ქვედა სადგურში ერთდროულად ორივე კაბინა ვერ მოდის. ან ერთია, ან მეორე. ამიტომაც ყველა ვარიანტში ლოდინი გიწევთ, თქვათ ახლა რომ ჩავედით თქვებით, მოგვიწევს ლოდინი სანამ მეორე კაბინა ჩამოვა, რომ ავიდეთ უკვე მეორე მხარეს. ჩამოვედით ახლა ჩვენ ცენტრალურ სადგურზე. სხვათა შორის ამ საბაგიროს არ აქვს ავარიული მუხრუჭი, ამიტომაც გამოიყენება ორი ბაგირი, გამწევი ბაგირი, ერთი თუ გაწყდა, მეორე დაიჭერს ამ საბაგიროს. ამიტომაც შეგიძლია წყნარად იმგზავროთ. არც ერთი უბედური შემთხვევა აქ დღემდე არ მომხდარა. არის რა თქმა უნდა, უამრავი ხარვეზი და უამრავი პრობლემაა, ჯერ შენობას რო შეხედავ გეგონება რომ მიტოვებულია. თუმცა ეს ეგრე არ არის და საკმაოდ საიმედოდ მუშაობს ჯერჯერობით ყველაფერი. ესეც ამ საბაგიროს სამანქანო დარბაზი. სადაც შემოდის ელექტროენერგია, სადაც დგას ძრავი და რედუქტორი, რომელიც ამოძრავებს ამ საბაგიროს ბაგირებს. აი სულ მარჯვენა მხარეს არის ძრავი. შუაში არის გადაცემთა კოლოფი, ხოლო სულ ხელ მარცხნივ არის ცენტრალური ბორბალი, რომელიც ატრიალებს ამ ბაგირებს და მის გვერდით არის ავარიული მუხრუჭი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ოპერატორმა შეიძლება გამოიყენოს. და დაიძრა საბაგირო. ჯერ ცოტა დაბალი სიჩქარით მოძრაობს, ხოლო მერე გადადის მეორე სიჩქარეზე. და დავიზარით მღვიმევისკენ. მოკლედ წარმატებით მივედით მღვიმევის სადგურზე. ესეც ანალოგიური კონსტრუქციის არის, რაც წინა სადგური. ხოლო ჩვენს გარშემო არის ჭიათურის რიგითი საცხოვრებელი უბანი. და დავიძარით ჩვენ ქვემოთ. ეს ვაგონიც არც თუ ისე კარგ მდგომარეობაშია. მოკლედ წარმატებულად ჩავედით ქვემოთ. და ახლა ჩვენ მივდივართ ცოფის საბაგიროზე.